რა მიწერა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორის გათავისუფლების შემდეგ დეპუტატმა მედია ვასაძემ მთავრობის თავმჯდომარეს ინფორმაციას არც ერთი მხარე არ ასაჯაროვებს. არ მაქვს მორალური უფლება მედია ვასაძის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები გავასაჯაროვო, აცხადებს საჭირის მთავრობის თავმჯდომარე. ვასაძე კი ამბობს, რომ ამ შეტყობინებაში საგანგაშო არაფერი წერია. მთავრობის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ დეპუტატი ქარხნის დირექტორის გათავისუფლებით იმიტომ დაინტერესდა, რომ მისი ნათესავია. არჩილ ხაბაძის განმარტებით ლევან ჯინჭარაძე არაეფექტური მუშაობის გამო გაათავისუფლეს. დასაქმებას ორმაგი ხელფასით კი იმ შემთხვევაში დაპირდა, თუ შესაბამისი ორგანოები ჯინჭარაძის საქმიანობაში ბრალეულობას ვერ დაადგენდნენ. ალბათონი მედიას SMS-ებს მე ჩემს ტელეფონზე განხორციელებული შეტყობინებებს არ გავასაჯაროვებ და ამის მორალური უფლება არ მაქვს და არც ვიკადრებ, რაც თვითონ მომწერა და იქიდან გამომდინარე, რომ ის თვლიდა, რომ მას შეეხეს პირადად ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაც არის და ეკონომიკის მინისტრისაც ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ის უნდა გაგვეშვა და ეს იყო ღირსი. გაშვები, რაც არ უნდა ბრალდებები და რაღაც ჭორმართალი მოიტანოს საზოგადოების წინაშე, ამაში ვიქნებოდი მე შეუპოვარი, მაგრამ რადგანაც ჩათვალა ქალბატონმა მედიამ, რომ ეს იყო მისი ოჯახი შეურაცხყოფდა, ოჯახი შეერჩება, ამიტომ მე ჩავთვალე, რომ სპეციალისტის თანამდებობას მისთვის 700 და 800 ლარის მითითებით მისი კომპეტენციის ფარგლებში თუ კიდევ ერთხელ უნდა რომ გამართლდებოდა მისი ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ დანაშაული, მე მზად ვიყავი შემეთავაზებინა და სხვა თანამდებობა. ყველა მესიჯი მაქვს შენახული, რომელიც გაუგზავნე, ასეთი მესიჯი მქონდა ერთხელ და თუ ის ამ მესიჯს არ გამოაქვეყნებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ინტერესებში არ შედის. თუ კი ის არ ახმაურებს, მხოლოდ იმიტომ, თუ გნებავთ, მე გაგიხმაურებთ. მე მაქვს ეს ჩანაწერი. აი ნახოთ, ეხლა ჯერ მოვისმინო მე მისი კომენტარი, რა აქვს დათქვამი და შემდეგ მე გაგიხმაურებ.